მთვარე თევზები, რომელთაც ახლა სატურნის პერიოდი აქვს და ცოტა რთული პერიოდი აქვს, მთვარე თევზებში მეგობრებო ეს ცოტა ემოციური ენერგია არის, ესეთი ხალხი არიან ძალიან შინაგანად, ესეთი ალტრუისტული ხალხი, ემოციური მოთხოვნილება ყველა უყვარდეს, სულიერი იყოს მაგალითად, ხო? აი, ყველას მიმართ აქვს რაღაც კეთილშობილური, კეთილი ხალხია ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა აგრესიულობა ემოციურ დონეზე, სიკეთის, აი, გაგება ემოციურად ყველასი, ემპათიურობა ძალიან დიდი, ხო? მე ვგრძნობ სხვა ადამიანის ტკივილს, აი ეს არის მთვარე თევზების თემატიკა. მე იმდენად ვგრძნობ, რომ ზოგჯერ ვერ ხვდები ეს ჩემია თუ სხვისია, სადღაც ემოციურად იკარგებიან სხვის ემოციებში და ერთიანდებიან, რა არის თევზების პრინციპი, კოლექტიურ არაცნობიერში შევიდე და დავიკარგო, ხო? ანუ მე როგორც საერთოდ ჩემი ინდივიდუალიზმი კი არა, მთელი მე ემოციურად ვარ ათქვეფილი სხვებში, ხო? აი ზოგჯერ მთვარე თევზებს შეიძლება ჩვენ ველაპარაკოთ და ჩვენი უფრო იგრძნოს ხოლმე ვიდრე თავისი ტკივილი მაგალითად. ხა ჩვენი სხვისი უფრო შემოვიდეს მასთან ვიდრე თავისი. როგორც კი თავის ემოციებში გადავდიან, იქ ცოტა ბურუსი არის. იმიტომ რომ ამ მთვარეს აქ ემოციური მოთხოვნილება სხვების ემოციებს შეერწყას მაგალითად, სხვების შეგრძნებებში შევიდეს კარგად, ხო? და აი აქ იწყებს მე თვით იდენტიფიკაციასაც. მე რას გრძნობ, მე როგორი ვარ მაგალითად, ხო? აი თვითონ პროცესი რო აგიხსნათ, მთვარე თევზები როგორ მუშაობს. ამავე დროს ცოტა სენსიტიური არის, ცოტა სუსტი შეიძლება იყოს ემოციების თვალსაზრისით, ადვილად შეიძლება გული აუჩუყდეს, იქ ცხოველი რომ მოკვდეს, ან რაღაც ისეთი მოხდეს, ბუნებაზე ზრუნავენ ძალიან, ემოციურად არიან, აი რაც არ უნდა მძიმე რუკა კონდეს, ან მე-12 სახლში თუ არის მთვარე ან თევზებში, ეს არის სენსიტიური, მგრძნობიარე ადამიანი. სხვათა შორის მე-12 სახლ მთვარე ცოტა სხვა რაღაცაა, ახლა კლასიკური ფორმულა არის, ჩემთან რომ მოდიან ემიგრაციაში რო არიან ქალები და შვილების რუკა აინტერესებთ, ბავშვებს ყოველთვის აქვს მე-12 სახლში თითქმის მთვარე. და ეს არის რომ დედა სადღაც არის, არ ვიცი, სადღაც ემიგრაციაშია. ონლაინ ვეხმიანები მე-12 სახლი ონლაინ არის, ხო? ან შორიდან ვიცნობ დედას, მე ახლოს არ ვიცნობ, ზოგჯერ ეს გაგებაც არის. და მთვარე თევზებში ხშირად ვეუბნება, რომ დედა რომელიც ძალიან ემოციურია, გასულია სადღაც თავის სამყაროშია სიტყვაზე, ან ყველა ეცოდება, ყველასთან, ან ბებია იყო ეგეთი სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ ხა მთვარე ზოგადად ოჯახში მნიშვნელოვან ფიგურებთან არის დაკავშირებული ემოციურად, ან შეიძლება ორივე ერთად იყო და მთვარე თევზებში არის ზუსტად ეს, რომ ან არ იყო დედა საერთოდ,